დიდ ბრიტანეთში მასშტაბური გამოძიება დაიწყო იმის დასადგენად, რა როლი მიუძღვის გაერთიანებულ სამეფოს ერაყში საომარი მოქმედებების დაწყებაში. პროცესი მიზნად ისახავს ომის გამომწვევი მიზეზების გამოაშკარავებას. თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ გამოძიების შედეგებმა შესაძლოა ხელისუფლებას არასასურველი შედეგები მოუტანოს და სამთავრობო გუნდი მომავალი არჩევნებისთვის არც თუ მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდეს. მოსმენები ღია იქნება იმ ჯარისკაცების ნათესავებისთვის, ვინც ერაყის ომის დროს დაიღუპა. დამსწრეებს საშუალება ექნებათ გაიგონ იმ მინისტრების სახელები და მათ მიმართ წაყენებული ბრალდებები, რომლებიც სამხედრო მოქმედებების გასამართლებლად ინფორმაციას აყალბებდნენ. გამომძიებლები ირწმუნებიან, რომ გამოძიების პროცესი გამჭვირვალე იქნება. ჩვენ მხოლოდ საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს ვსწავლობთ. ჩვენ არ გამსჯით, ვინაა დამნაშავე ან უდანაშაულო. ეს მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციაა, განაცხადა გამოძიების ხელმძღვანელმა სერ ჯონ ჩილკოტმა. საგამოძიებო კომიტეტის სხდომების უმეტესობა საჯარო იქნება, მაგრამ ბრიტანეთის უსაფრთხოებიდან და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ზოგიერთი მოსმენა დაიხურება. ერაყის დემოკრატიული ჯგუფის წარმომადგენელი პარალელებს ავლებს ერაყისა და ავღანეთის სამხედრო ოპერაციებთან და აღნიშნავს, რომ რაც ერაყში მოხდა, სწორედ იმავეს გამეორება სურთ ავღანეთში. გამოძიებამ უნდა გამოაშკარავოს ის ადამიანები, რომლებიც ატყუებენ არა მარტო ბრიტანელ ხალხს, არამედ მსოფლიოს. უნდა გავასამართლოთ დამნაშავეები უამრავი ამერიკული, ბრიტანული და განსაკუთრებით ერაყული სისხლის გამო, რომლებიც ტყუილების გამო დაიყვარა, ამბობს ერაყელის საბაგ ჯავადი.